დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. უხმანალექმა პრობლემების შექმნა ადიგენის მუნიციპალიტეტში. რამდენიმე სოფელში ახლა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი. სტაბილურად აგვაქვს უკვე საქმე, საშიშროება აღარაფერი აღარ არის, ის ხელი რომელიც ჩაქერგილი იყო. გავაფართოვეთ 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ვარაუდობთ, რომ 10 დღის ვადაში უკვე მოვჩევით ძალიან დიდი ზარალი არ აქვს. მოსახლეობაში რეგულარულად მანამ სანა საფრთხოდ არ იქნება ტერიტორიაზე. საგზაო მოძრაობა აღდგენილია ქუთაისი ლენტეხი უშგულის მიმართულებით. ლენტეხის რამდენიმე სოფელში გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. სტიქიამ დააზიანა ორი სოფლის ჩუკურისა და ნაკიშერის დამაკავშირებელი ხიდიც. გარესამყაროს მოწყვეტილად ითვლება სოფელი ბავარი. დილიდან ადგილზე მობილიზებული არის ტექნიკა, გახსნილია დღის მდგომარეობით ფაქტობრივად ცენტრალური საავტომობილო გზები, ასევე მუშაობა მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზებზე. სოფელ ლეუშერთან ჩამონაშალ მიწის მასაში შეფერხდა ტურისტული ჯგუფი. რაზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან ისე რეაგირება მოყვა და გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ოპერატიულად მოახდინა ტექნიკის მობილიზება და ამ ეტაპზე აბსოლუტურად სრულად გახსნილია ქუთაისი ლენტეხი უშგულის მიმართულებით საავტომობილო გზის მოძრაობა. უხმანალექმა პრობლემების შექმნა ცაგერის მუნიციპალიტეტშიც. მდინარე ლაჯანურის ადიდების შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა და საავტომობილო მოძრაობაც აღდგენილია. კურორტზე ამჟამად იშვებათ 250 ადამიანი, ელექტროენერგია მიეწოდებათ, მუდმივი სატელეფონო კავშირი გვაქვს დამსვენებელთან, დაზიანებული და დაშვებული არავინ არ არის. ძლიერმა წვიმამ და უხმანალექმა პრობლემების შექმნა ბახმაროშიც. თუმცა ჩოხატაური ბახმაროს გზაზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის გადაადგილება უკვე აღდგენილია. მილხიდების გაწმენდითი სამუშაოები კი გრძელდება. ოპერატიულად განხორციელდა ტექნიკის მობილიზაცია და ამ დროისათვის გადაადგილება ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტით სრულიად თავისუფალია. ამ დროისათვის ორი ლოკაცია რჩება პრობლემურად და აქ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მოსახლეობას გადაადგილებაში შეფერხება არ შეექმნას. ჩვეულ რეჟიმში მუშაობს კომერციული და სავაჭრო ობიექტები, მოსახლეობის სურსათით მომარაგების და ელექტრომომარაგების კუთხით არანაირი შეზღუდვა არ აქვს. სტიქიას აქტიურად ებრძვიან მეხანძრე მაშველები, პოლიციელები და შესაბამისი უწყების თანამშრომლები. უხმანალექის შედეგად გამოწვეული ზარალის დასათვლელად ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია დროებითი შტაბი.